საშინაო სკოლის გაკვეთილებს წარმოგიდგენთ კომპანია Silknet. მოგესალმებით. ჩვენ ახლა ვისაუბრებთ სულხან საბა ორბელიანის ორი გავარაკზე, მისივე წიგნიდან სიბრძნე სიცრუისა. პირველი იგავარაკი არის მოტირალი და მოცინარი. რა თქმა უნდა, სათაურები მიგვანიშნებს რაზე? იმაზე, რომ ორ განსხვავებულ პერსონაჟს გავიცნობთ ამ იგავარაკში. ერთი სულ იცინის, ერთი სულ ტირის. საერთოდ ეს ცხოვრება, რა თქმა უნდა, არის მრავალფეროვანი და ადამიანების დამოკიდებულებაც ამ ცხოვრების მიმართ არის სხვადასხვაგვარი. როგორც პოეტი იტყვის, ერთი იცინის, სხვა ტირის, ასეთი არის ქვეყანა. და რა თქმა უნდა, ადამიანები იმით გამოირჩევიან ერთმანეთისგან, თუ სხვადასხვა მოვლენის მიმართ როგორ დამოკიდებულებას ავლენენ, რანაირად იტანენ ჭირს, ვარამს, როგორ იღებენ სიხარულს, საერთოდ როგორ ცხოვრობენ. და სულხან საბას ასე დინჯად იწყებს თხრობას ამ იგავარაკში. ორნი კაცნი იყვნენ ქალაქსა ერთსა. როგორც ვიცით, სულხან საბას თხრობისთვის დამახასიათებელია ერთგვარი სიმსუბუქე. მას შეუძლია, რომ მკითხველი თავისი თხრობით მაშინვე მიიზიდოს, აიყოლიოს და მკითხველს გაუჩინოს მოლოდინის განცდა, თუ რა იქნება შემდეგ, როგორ განვითარდება მოვლენები. აქაც ორნი კაცი იყვნენ ქალაქსა ერთსა და შემდეგ მოველით, რომ რაღაც თავგადასავლებს მოგვიყვება მაცას. ნახეთ, როგორ გამოარჩევს ამ ორ კაცს ერთმანეთისაგან. ეს ორი კაცი არა მხოლოდ ერთმანეთისაგან გამოირჩევა, არამედ სხვებისაგანაც გამოირჩევა. და რატომ? ერთი წამდაუწუმ სულ ტიროდა. აქ რა თქმა უნდა მივაქციოთ სიტყვას ყურადღება წამდაუწუმ. ესე იგი სულ ყოველთვის, ყოველწამიერად, ნებისმიერ რამეზე, ნებისმიერ გარემოებაში სულ ტიროდა. რა თქმა უნდა, ვასკვნით, რომ ეს კაცი არის სხვანაირი, საზოგადოებისაგან რაღაცით გამორჩეული, იმიტომ რომ არ შეიძლება კაცი წამდაუწუმ ყოველივეზე ტიროდეს. თანაც რა თქმა უნდა, გვეუბნება, რომ ეს არის კაცი და არა ბავშვი, რომლისთვისაც დამახასიათებელია, ვთქვათ, უმიზეზო ტირილი. და ერთი სრულობით იცინოდა. ესე იგი, სრულად კონტრასტულად არის დახატული მეორე კაცი, რომელიც ყველაფერზე იცინოდა. რომე მოწყენილს ვერავინ ნახავდა. ესე იგი, ერთი თუ სულ მუდმივად მოწყენილი იყო, მეორე სულ მუდმივად იცინოდა. რა თქმა უნდა, თუ მიზეზი არ გვეცოდინება ან ტირილისა და ან სიცილისა, შეიძლება მივიჩნიოთ, რომ ეს ადამიანები სულ ჭკუაზე არ იყვნენ. მაგრამ სულხან საბა, რა თქმა უნდა, ჩვენ ცნობის მოყარეობას აკმაყოფილებს და გვიხსნის, რა ატირებდა ერთ კაცს ან რა აცინებდა მეორეს. კითხეს მოტირალს კაცსა, ავსა და კარგზე, საცინალსა და სატირალზე სულ რატომ სტირიო? ესე იგი, აქ კარგად არის გამოკვეთილი ამ შეკითხვაში სურვილი, რომ გაარკვიოს ადამიანმა რა ატირებს ამას. თქვათ, შეიძლება ადამიანმა იტიროს ავზე, რაღაცა სატკივარზე, ფიზიკურსა თუ სულიერზე და ეს იქნება ძალიან ბუნებრივი და ჩვენ ძალიან ბევრ პერსონაჟს ვიცნობთ, რომლებიც ტირიან, თქვათ, საკუთარი გაჭირვების გამო თუ სხვისი უბედურების გამო. საცინალსა და სატირალზე სულ რატომ ტირიო, ხო? არ შეიძლება სხვადასხვა ერთმანეთისგან განსხვავებული მოვლენა ასე ერთგვარად შეაფასო. და ნახეთ, რა უპასუხა ამ კაცმა. რა ვქნა, ეს სოფელი მოკლია. წუთი სოფელი მოკლია, ამბობს ეს კაცი. წუთი სოფელი მოკლია რას ნიშნავს? რომ დაუდგრომელია, წამის დახამხამებაში ქრება. თვითონ წუთი სოფელი ეს სიტყვაც ირეკლავს, ხო, ამ მნიშვნელობას, რომ ერთი წუთის არის ეს ქვეყნიერება. ძალიან ჩქარა მიდის სიცოცხლე, ისე რომ ადამიანი უკან მოხედვასაც ვერ ასწრებს, ხო? წუთი სოფელთან არის დაპირისპირებული მარადიული სოფელი, საიქიო, მიღმა სამყარო, სადაც სხეულის გარდაცვალების შემდეგ მიდის სული, ხო? ჩვენ უნდა გავიხსენოთ, რომ რატომ მსჯელობს ეს ადამიანი ასე? იმიტომ რომ მან იცის საღვთისმეტყველო სწავლება სულისა და ხორცის შესახებ. მან იცის, როგორ შექმნა ღმერთმა ადამიანი, ხო? ადამიანი ღმერთმა შექმნა მიწისაგან. ეს მიწა არის იგივე თიხა, რომელიც იღწნება, რომელიც მიწას ერევა, მაგრამ ადამიანს ღმერთმა ჩაბერა უკვდავი სული. უკვდავი სული ნიშნავს, რომ ის არასოდეს არ გაქრება, არასოდეს არ გაცამტვერდება. სულს აქვს თავისი გზა ზეცისაკენ. თუმცა
სხეული და სული ერთად არსებობენ, რა თქმა უნდა, ამ ქვეყანაში, ამ ცხოვრებაში, ამ სიცოცხლეში და სულისა და სხეულის ურთიერთობა, ასე ვთქვათ, ერთადმყოფობა უნდა იყოს ჰარმონიული და თანხმიერი. სულს მუდმივად უნდა ახსოვდეს, რომ არ თავდება ყოველივე ამ წუთის სოფელში, რომ არსებობს მისი სამომავლო ცხოვრება. ამიტომაც ადამიანი უნდა ცდილობდეს, რომ მოემზადოს იმ მარადიული ცხოვრებისათვის. და თუ როგორ მოემზადოს, ეს ყოველივე ძალიან კარგად არის წარმოჩენილი საღვთისმეტყველოს სწავლებებში, წმინდა წერილში, ხო, ბიბლიაში. იესო ქრისტე უქადაგებდა ამის შესახებ ხალხს და მისი ქადაგებები ძალიან კარგად არის წარმოჩენილი, აღწერილი იმ 4 სახარებაში, რომლებიც მოციქულებმა დაგვიტოვეს. ვინ იყვნენ ეს მოციქულები? მათე, მარკოზი, ლუკა და იოანე. ჩვენ შეგვიძლია წავიკითხოთ ან 4-ვე სახარება, ან რომელიმე მაგალითად მათესი და გავიხსენოთ თუ როგორ უნდა იცხოვროს ადამიანმა, რათა ეს წუთისოფელი ისე განვლოს ღირსეულად, რომ მისმა სულმა შეძლოს მარადიული ცხოვრების გაგრძელება სამოთხეში და არა ჯოჯოხეთში. ეს ყოველივე, რა თქმა უნდა, ამ კაცმა ძალიან კარგად იცის, ამიტომაც მსჯელობს ასე, რომ ეს სოფელი მოკლია, ყოველნი კაცნი ამ საწუთროს საქმე შვებიან, საუკუნო სასჯელი დაუვიწყებიათ. ესე იგი, ამ წუთისოფლის საქმე შვებია, რას ნიშნავს? წუთისოფლის საქმეები რა არის? ზრუნვა მხოლოდ და მხოლოდ იმაზე, რა ჭამო, რა ჩაიცვა, რა დალიო, ესე იგი მხოლოდ სხეულთან დაკავშირებული საზრუნავებით არიან გართულნიო და მათ ავიწყდებათ, რომ არსებობს სული, რომ არსებობს მარადიული სამსჯავრო, ჩვენ ვიცით, რომ ყოველი ადამიანი განისჯება მარადილ სამსჯავროზე, ესე იგი ყოველი ადამიანი წარდგება ღვთის წინაშე და ღმერთი აწონის მის მიერ ჩადენილ კეთილსაქმეებს, ბოროტ საქმეებს, იმას თუ რამდენ ზრუნავდა სხეულზე და რამდენ სულზე და აი ამის მიხედვით შემდეგ მისი სული გააგრძელებს ცხოვრებას ან სამოთხეში ბედნიერად, ან კიდევ დაიტანჯება ჯოჯოხეთში იმ საშინელი ცეცხლის ალში დაიხრუკება. ეს ყოველივე ამ კაცმა იცის და ამიტომაც სტირის, იმიტომ რომ ის ხედავს, რომ ადამიანები არ ფიქრობენ სულზე, დაუვიწყებიათო მარადიული წუთისოფელი. ყოველნი ჯოჯოხეთს იშენებენო. ესე იგი, როგორ შეიძლება დავახასიათოთ ეს ადამიანი, მოტირალი, ან შეიძლება თუ არა გავამართლოთ იგი. რა თქმა უნდა, ეს ადამიანი არის ესეთი მოყვარე თავისი მოყრებისა, აი ნამდვილი მოყვარე, ვიზეთ შეიძლება ვთქვათ, იმიტომ რომ ის არ ცხოვრობს მხოლოდ თავისი ცხოვრებით, მას აინტერესებს სხვები როგორ ცხოვრობენ. როგორც ჩანს ამ კაცმა, რადგან იცის, როგორ დაიმკვიდროს მარადიული წუთისოფელი, ის არ ზრუნავს მხოლოდ და მხოლოდ თავის სხეულზე და ცდილობს, რომ კეთილი საქმეები გააკეთოს, წმენით იცხოვროს, მაგრამ მისთვის ეს საკმარისი არ არის. ერთი წმინდანი მინდა გაგახსენოთ, ფრანჩესკო ასიზელი და არსებობს ასეთი გადმოცემა, რომ ის არის სამოთხეში და ტირის და ღმერთი შეეკითხება, რომ სამოთხეში როგორ შეიძლება ადამიანი ტიროდეს, აქ ხომ ყოველივეა იმისათვის, რომ სულმა იშვასო და ფრანჩესკო ამბობს, რომ მე მახსოვს ის ჩემი თანამოძმენი, რომლებიც ჯოჯოხეთში არიან და იტანჯებიანო. აი ეს კაცი თითქოს გავს რაღაცნაირად არა ამ წმინდას რით, იმიტომ რომ მას აღელვებს ის ამბავი, რომ სხვები ჯოჯოხეთს იშენებენ და აი ამას განიცდის ყოველივეს და ამიტომაც ვერაფერი სახალისო და სამხიარულო ამ ცხოვრებაში ვეღარ უყოვია და გამუდმებით ტირის და დამეთანხმებით, რომ ალბათ წამდავწუმ იმიტომ ტირის, რომ ყოველ ნაბიჯზე, ყოველ წუთს ხედავს ადამიანები როგორ ცხოვრობენ, მხოლოდ მატერიალურ სამყაროში არიან ჩაფლულები. შეიძლება რწმენა აქვთ, მაგრამ ეს რწმენა არის პირფერული, ლიქვნელური, მხოლოდ ბაგეებით ადიდებენ ღმერთს და ღვთის რწმენა მათ საქმეებში არ მჟღავდება, რადგან ისინი ერთმანეთს მტრობენ, ღალატობენ, ათასგვარი უსამართლობა არის წუთისოფელში და ასე შემდეგ. ახლა ვნახოთ მეორე კაცი, რომელიც სულ იცინის ყოველივეზე და ყველაფერზე. შენ რა გაცინებსო? მასაც კითხეს. აი ნახოთ რა პასუხი გასცა მან. ეს სოფელი მოკლია, ამანაც მსჯელობა ისევე დაიწყო, როგორც იმ მოტირალმა კაცმა. ესეც რა თქმა უნდა ჭკვიანი და ბრძენი ადამიანია, დაფიქრებული და დაკვირვებული, ხო? ბევრი უფიქრია ამ ცხოვრებაზე და იცის რომ ეს წუთისოფელი მოკლია, ეს აქვს გააზრებული და შემეცნებული. ყოველნი კაცნიავს შვებიან. ესე იგი მასაც შეუმჩნევია რომ ადამიანებს შორის რატომღაც სჭარბობს უფრო მეტი ავი, უფრო მეტი ბოროტი. არადა ჩვენ ვიცით რომ ღმერთს არ შეუქმნია ბოროტება, ხო? როგორც თინათინი ამბობს ვეფხისტყაოსანში, ბოროტი მცა რად
შეიქმნა კეთილისა შემოქმედა. ღმერთმა მხოლოდ სიკეთე შექმნა. მაგრამ ჩვენ ხომ ხედავთ, რომ ჩვენ გარშემო უამრავი ბოროტებაა. თუ ღმერთმა არ შექმნა, მაშინ საიდან გაჩნდა ეს ყოველივე? და არსებობდა ასეთი ცნობილი ღვთისმეტყველი დიონისე არეოპაგელი, ფსევდო დიონისე არეოპაგელი, ეს პიროვნება მიიჩნევა იგივე პეტრე იბერადაც და სწორედ მას აქვს ასეთი სწავლება, რომ ღმერთი რა თქმა უნდა არის უმაღლესი სიკეთე, ის ბოროტებას არ ქმნის, მაგრამ ბოროტება რადგან არსებობს, ის არის მხოლოდ მოკლებული სიკეთე. ესე იგი, ბოროტება არის სიკეთის მოკლება. თორე თავისთავად ბოროტებას ძირი, ფესვი, არსი არ გააჩნია. ამიტომაც არის, რომ ბოროტება საბოლოოდ აუცილებლად დამარცხდება. როგორც მეფის წყალსაში გვეუბნება შოთა რუსთაველი, რომ ბოროტსას ძლია კეთილმან არსება მისი გრძელია. და ყოველივე როგორც გითხარით ამ კაცმა ალბათ იცის უწყის და ისიც ზუსტად ასე მსჯელობს რომ კაცნი ავშვებიან, კარგს არაფერს არ აკეთებენ, ბოროტებას ამრავლებენ. ნახეთ, აქ არის პატარა განმასხვავებელი ნიუანსი იმ კაცისაგან, პირველისაგან, რომელიც წიროდა. ყოველს კაცს ვუქადაგე. ვუქადაგე ნიშნავს, რომ დაუმოძღვრე, შევეცადე რომ მესწავლებინა, სწორი გზა მიმეთითებინა მათთვის, ესე გარკვეულ გარჯაზე მიუთითებს, რა თქმა უნდა, ხო, ეს ყოველივე, იმიტომ რომ სხვას რომ უქადაგო, ეს იმას ნიშნავს, რომ უნდა დრო დაკარგო მათთვის, უნდა თანაუგზნობდე მათ, უნდა შეგეძლოს, რომ მათი ცხოვრებით იცხოვრო რაღაცნაირად, ხო, გაანალიზო მათი ცხოვრების არსი. და ვერაფერი ვერ დავაჯერებინეო. ვერაფერი ვერ გავაგებინე. ისინი მაინც თავიანთი ცხოვრების გზას აგრძელებენ, ისევე ცხოვრობენ, როგორც ჩემს ქადაგებამდეო. ხო და ახლა რაღა მექნა და სიცილს ძალა მივეცო და დავიწყე სიცილი. მეც რომ ზრუნვით თავი მოვიკლა, რას მარგია, ან მათ რა სარგებლობას მოუტანო. აი ესეთი გადაწყვეტილება მიიღო მან. ესე იგი, ორი ადამიანი დაახლოებით ერთსა და იმავე საგანსა და მოვლენაზე სხვადასხვანაირ გადაწყვეტილებას იღებს. ჩვენ კიდევ ერთხელ შეიძლება გაგვიჩნდეს კითხვა, რომელი არის მართალი, მოცინარი თუ მოტირალი. მე მინდა რომ თქვენც რა თქმა უნდა დაფიქრდეთ. ჩემი აზრით ვფიქრობ, რომ მაინც მოტირალი უფრო მართალია, რადგან ტირილს უფრო ტირილი გამოწვეულია უფრო მეტი თანაგრძნობით. ტირილი ნიშნავს თანადგომას, ხო? ტირილი იმას ნიშნავს, რომ შენც მათთან ერთად მონაწილეობ იმ ყოველივეში, ხო? აი იმ სატანჯოაში, იმიტომ რომ ტირილი ტანჯო არის, ხოლო სიცილი მაინც ერთგვარად განზე განდგომა არის. აი ასეთნაირად წარმოგვიჩინა წუთისობლის ამოება და მის მიმართ ადამიანების დამოკიდებულება ამ იგავარაკში სულხან-საბა ორბელიანმა. ახლა მეორე იგავარაკი განვიხილოთ. ეს იგავარაკი არის უნაღლოთა მძებნელი. უნაღლოთა მძებნელი. რა თქმა უნდა, წინა იგავარაკში რაც ვილაპარაკეთ, ეს იმას ნიშნავს, რომ ამ წუთისობელში საერთოდ ძალიან ბევრი ნაღველი არის, ძალიან ბევრი ტკივილი არის და ამ იგავარაკში გვიხატავს მეფეს. მეფე იყო ვინმე დიდებული, მოლხინე, უხვი, ყოველთა მწყალობელი, ყოველთა მისთა შემაძრწუნებელი, ესე იგი ყოველი ღირსებით შემკული მეფეა. რა თქმა უნდა, ყველაფერი აქვს იმისათვის, რომ ილხენდეს, იშვებდეს და მის გულს არანაირი ტკივილი არ ეკარებოდეს. ეს მეფე არის ამასთანავე ბრძენი და საუბარ კეთილი. აი ძალიან ლამაზი და კარგი სიტყვა შეხვდა სულხან-საბასთან, საუბარ კეთილი. ესე იგი, ის კეთილად საუბრობს. მისი საუბარი არის სიკეთის გამომცემელი. ადამიანზე კარგი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია. მაგრამ წარმოიდგინეთ, რომ არაფერი არ აკლდა ამ მეფეს, მაგრამ მაინც ხანდახან დაღონდებოდა ხოლმე და თავის ვაზირებს მიმართა ასეთი თხოვნით, რომ მომიძებნეთ ვინმე კაცი, რომელსაც არანაირი ნაღველი არ ექნება, არანაირი დარდი არ ექნება და მომიყვანეთ და რომელიც შეძლებს, რომ ჩემი ნახველიც უკუმაყრევინესო, ესე იგი გამაფანტვინოს ჩემი ნახველიცო. მაგრამ ვაზირებმა უთხრეს, რომ ასეთი ადამიანი მთელი ხმელეთი რომ მოიარო, მთელი ქვეყნიერება ასეთ ადამიანს ვერსად ვერ იპოვი. არავინ არ არის უნაღლოო. მეფემ გადაწყვიტა, რომ თვითონ შეემოწმებინა ეს ყოველივე და ერთვენიერ დღეს დატოვა თავისი ტახტი, შეიმოსა უბრალო სამოსელით, შეძდა ცხენზე, ძალიან მცირე რამ წაიღო თან და წავიდა. თან არავინ არ ეხლა არც მონა, არც შიკრიგი, არც გამცილებელი, არც დიდებული და ესე მარტო წავიდა. ძალიან ბევრი არა, მთელი ქვეყნიერების პირი მოვლოო და ერთვენიერ დღეს მიადგა ძალიან ლამაზ წალკოტს. წალკოტი არის ბაღი.
60-ს გავდა ეს ბაღი. აქ იყო თეთრი მარმარილოს ზღუდით შემოზღუდული, ესე იგი თეთრი მარმარილოს გალავანი ქონდა თითქოს შემოვლებული. შიგ იყო წვანეთ მოხასხასე ბალახი, ზურმუხტისფერი ბალახი. ყვავილებით იყო სავსე ეს ბაღი. ისმოდა ბულბულთა გალობა, იადონების სტვენა, შაშვების სიმღერა, მერცხლების ჭიკჭიკი. ისეთი საოცრად სასიამოვნო მოსასმენი იყო ყოველივე, რომ ყური ამაზე უკეთეს ვერაფერს ვერ მოისმენდაო და თვალიც ამაზე უკეთეს ვერაფერს ვერ ნახავდაო. იქვე გადმოდიოდნენ ჩხეფარე გემრიელი წყლები და აი ამ ბაღში იჯდა 10 კაცი. ისინი ისხდნენ და საუბრობდნენ რაღაცაზე. ზოგი იყო ჭაბუკი, ზოგი იყო ასაკოვანი, ეს სუფრა იყო საოცრად კარგად გაშლილი, ყვავილების სუნთქვა ისმოდა თითქოს და ამათ არაფერი არ ეტყობოდათ საერთოდ ნაღველისა და მეფეს გაუხარდა, რომ აი მე ვიპოვე ის ადამიანები, რომლებიც ნაღველისაგან, დარდისაგან არიან თავისუფლებიო. უბრალოდ წარმოუდგენელიც იყო ამ გარემოში ვინმეს რაიმე ნაღველი და დარდი ქონოდა და თან მნიშვნელოვანია ისიც, რომ მაგიდას უსხედან სწორედ სხვადასხვა ასაკის ადამიანები. ესე იგი თითქოს მთელი ცხოვრება არის აქ წარმოჩენილი. მართლაც მეფეს ძალიან დიდი პატივით მიეგებდნენ სიხარულით ამოწყო ადამიანს. 3 დღის განმავლობაში აკეიფეს და ისე მოალხინეს, რომ სხვა დროს თავის სამეფოში ასეთი ხენა მეფეს არც კი უნახავსო. და ბოლოს მეფემ მათ გაუნხილა თავისი მთავარი საზრუნავი, თუ რისთვის მოვიდა მათთან. უნაღლოთა კაცთა ვეძებდი და აჰა თქვენ გიპოვეთო. ესე იგი ძალიან ბედნიერია, რომ აი ეს თავისი სურვილი აისრულა და ბოლოს იპოვა ამ ქვეყანაზე ისეთი ადამიანები, რომლებსაც არაფერი არ აწუხებდათ და აი ესე ილხენდნენ და იშვებდნენ უნაღლონი. მაგრამ ამ ადამიანებმა უთხრეს მეფეს მის და გასაოცრად, ჩვენ უნაღლონი არა ვართ. ყოველთა მწუხარეთა უსაწყლესი გიპოვნი ვართო. წარმოგიდგენიათ, ჩვენ ყველაზე მეტად საწყალი ადამიანები ვართო. ჩვენ ყველაზე მეტი ნაღველი გვაქო. ამად ისეთი დიდი ნაღველი გვაქო, რომლის გამოთქმაც ძალიან გვიჭირს, რომლის გამოთქმისას აუცილებლად ცნემლების ღორა მოგვიწევსო. და რა თქმა უნდა, ტყუილად გარჯილ ხარ და ტყუილად გივლია ამდენი ხანი, იმიტომ რომ ასეთი ადამიანი, რომელსაც არანაირი ნაღველი არ გააჩნია, არ არსებობს უბრალოდ ამ ქვეყანაზეო. და შემდეგ აქ სრულდება ეს იგავარაკი და რა თქმა უნდა მთავარი სათქმელი ამ იგავარაკისა სწორედ ეს არის, რომ როდესაც ნაღველი შეაწუხებს ადამიანს, მან არ უნდა იფიქროს, რომ ის ერთადერთია ამ ქვეყანაზე, ვისაც ეს ნაღველი აწუხებს. არ უნდა შეესრულდეს ვიღაცა მითიური ადამიანისა, რომელსაც ნაღველი არ გააჩნია. ცხოვრება სწორედაც ეს არის, რომ ნაღველი არის თამდევი ამ ყოველივესი. ადამიანს უნდა შეეძლოს უბრალოდ ამ ცხოვრებაში სიხარულის პოვნას, ჭირისაც და ლხინისაც. ერთი იგავარაკი მინდა გაგახსენოთ სულხან საბასი, რომელსაც ქვია ლოდის დამგორებელი და რომელიც ძალიან წააგავს ცნობილ მითს, სიზიფეს მითს. ამ იგავარაკში რა არის აღწერილი? ერთი კაცი არის, რომელსაც ლოდი აქვს მთაზე და მე რუავა მთაზე იქიდან ისევ აგორებს. და მეორემ შეხედა ამ ყოველივეს და რას ხედავს ესე იგი? ხნეში ტანჯვით აქვს ამას ლოდი და როდესაც აიტანს მთაზე, იქ მერე უცებ სახე გაუბრწყინდება, გაუხარდება, მერე ისევ დააგორებს, ჩამოყვება ამ ლოდს და ასე გრძელდება. უყურა ამ კაცმა და კითხა, კი, მაგრამ რა შვები, რატომ იქცევი ასეო? და ამ ლოდის დამგორებელმა უთხრა, რომ რატო ვიქცევი ასე და ეს არის ჩემი ცხოვრება. აი ამ ცხოვრებაში, ლოდის აგორებაში და დაგორებაში მე ძალიან დიდ ჭირს და ძალიან დიდ სიხარულს ვნახულობო. მე არაფერი არ გამაჩნია ამ ლოდის გარდა, მაგრამ შემიძლია რომ ასეთი დიდი სიხარული განვიცადო და დიდი ჭირი და უბედურებაო. და სწორედ ეს არის ამ ცხოვრებაში მთავარი. ვიღაცა შეიძლება ძალიან დიდი ქონება ქონდეს, მაგრამ ვერც დიდი ტკივილი განიცადოს და ვერც დიდი სიხარულიო. ერთი სიტყვით, სულხან საბას იგავარაკები საერთოდ დაგვაფიქრებენ ცხოვრებაზე. ამიტომ ხშირად უნდა წავიკითხოთ, რათა ცხოვრებაში სწორი გეზი ავირჩიოთ. გმადლობთ ყურადღებისათვის.